მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც როგორც თქვენ ბრძანებთ, ქალბატონო თავმჯდომარე, მთავრობის ხელმძღვანელს უნდა ექვემდებარებოდეს, რომელსაც ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი, აბა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალებში რა ხდება? უბრალოდ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა. მარტივი რამ მოხდა პროცესში სამართავად, მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვა ყველასთან შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. რას აპირებდა და როგორ მართავდა, მე წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მე ეს დადასტურებულად ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელი არ უნდა დაგვეკავებინა. ჩემი გადადგომა იყო გამოწვეული იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი, რომელსაც და მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასოდეს არ დავბრუნდები, ასეთი პრემიერი არავის აღარ ჭირდებოდა. მე გადავდექი უბრალოდ იმის გამო, რომ მთავრობას, რომელზეც ადამიანმა ხალხსაც დაპირდა ქვეყანაში, მეც დამპირდა ხელით ჩამომართვა და იმის მაგივრად, რომ ის რასაც თქვენ ამბობთ, უბრალოდ აიღო და გააკეთა. მე უბრალოდ ჩავთვალე, რომ ესეთი პრემიერი არც არავის აღარ ჭირდებოდა და გამოვედი გავაკეთე ის რაც გავაკეთე. მაშინ დავინახე პირველად და მაშინ გავავლე პარალელი იმასთან, რა შეიძლება მომხდარიყო 20 ივნის. იმიტომ, რომ თუ დღეს ასე მარტივად მიმდინარე ღონისძიების დროს არანაირი პრობლემა არ იყო პრემიერის გვერდის ავლით, აი ესე ძალოვანი სტრუქტურების და გასამხედროებული საჯარისო ქვედანაყოფების გაყვანა, გამოყვანა და მათი მოძრაობა, არაფერი უკვე გამორიცხული არ არის. მაშინ მე ეს არც დამიშვია და აი ამიტომ ვიღებდი ყოველთვის ყველაფერს ჩემ თავზე და დღეს გონივრული ეჭვი გამიჩნდა, იმიტომ რომ 21 წლის 18 თებერვალს რაც მოხდა, იმას მარტო მე კი არა, უამრავი ადამიანი დაასაბუთებს. მადლობა.